Hallo zusammen und herzlich willkommen hier in der Toyota Collection. მოგესალმებით. ამ ვიდეოში გაგაცნობ Toyotas ახალ მოდელს, რომელსაც Urban Cruiser ჰქვია. მოდელის ასეთი სახელწოდება ავტომოყვარულებისთვის უცხო არ არის. Toyota აქამდე საწარმოებდა Urban Cruisers, რომელიც კლასობრივად რა-4-ის ქვემოთ იყო პოზიციონირებული. ახალი მოდელიც crossover-ი გახლავთ, ოღონდ ელექტრომობილია. შესაძლოა დიზაინის გეცნოთ. დიახ, ეს ავტომობილი Suzuki E-Vitara-ს ენათესავება და ამიტომაც მიამსგავსეთ. მოდით Toyotas ახალი Urban Cruiser-ი კარგად დავათვალიეროთ და ვნახოთ, როგორი ავტომობილია. An diesen hier gehen wir mal ein bisschen näher ran. Toyota 2 წლის წინ გვიჩვენა, როგორი იქნებოდა ახალი მოდელი. იმ სტუდიურ მოდელს გულისხმობ, რომელსაც Urban SUV კონცეფტი ერქვა. თუმცა ის ავტომობილი ზედმეტად არარეალურად გამოიყურებოდა. როგორც ხედავთ, სერიული ვერსია მნიშვნელოვნად განსხვავდება. Urban Cruiser-ს თავისებური ცხვირი აქვს, რასაც ყველაზე მეტად მაშუქების დიზაინი გამოხატავს. მთავარი ფარები ტოპ კომპლექტაციაში Matrix LED ტექნოლოგიით არის წარმოდგენილი. ზემოთ ეს სეგმენტები ჩუქ დიოდურია. განათება ასე ჩასმულია, ჩასმული, რომელიც ზემოთ ასე მკვეთრად გადადის. საერთო ჯამში მივიღეთ ცხვირი, რომელიც Toyotas თანამედროვე დიზაინს გამოხატავს და მაინც სხვანაირია. ახლა ქვემოთ შევხედოთ. ელექტრომობილია და კლასიკური ცხაურა არ აქვს. ჰაერის შემშვებები ქვემოთ, ვერტიკალური შემშვებები გვერდებზე. ექსტერიერის დიზაინის ასეთი გადაწყვეტილებები ახლა მოდაშია და მეც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. დრო შეესაბამება. ახლა გვერდიდან შევხედოთ. ეს შავი ფერის ჩანართები, რა თქმა უნდა, ვიზუალური ეფექტია. ცოტაოდენი off-road შეგრძნებებისთვის. აი, უკანა მხარეზე კი ბევრი მართლაც არ არის სალაპარაკო. საქმე ისაა, რომ უკანა მხარე Suzuki E-Vitara-ს იდენტურია. რეალური განსხვავება მხოლოდ ლოგოებშია. ამას Toyotas ლოგო აქვს. ამ ავტომობილის ზომები უფრო უკეთ რომ აღიქვათ გეტყვით, რომ Urban Cruiser-ი Yaris Cross-ზე ცოტათი დიდია. პირველ რიგში კი Yaris Cross-ის ელექტრო ალტერნატივა გახლავთ. ის ფაქტი, რომ ოდნავ უფრო დიდია, განსაკუთრებით იმ ადამიანებს გაუხარდებათ, რომლებიც უკანა სავარძელზე მოთავსდებიან. ცხადია, ეს უფრო კარგია საბარგულისთვის, იმიტომ რომ აქ უფრო მეტი ბარგი ჩაეტევა. Urban Cruiser-ის საბარგულის მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე Yaris Cross-ის. 397 ლიტრიანი მინიმუმი და 768 ლიტრიანი მაქსიმუმი. Das Cockpit-Layout kennen wir bereits vom Suzuki E-Vitara. ასეთ კოკპიტსაც უკვე ვიცნობთ Suzuki E-Vitara-დან. დიზაინი დაკუთხულია, ტექნიკა კი ახალი. ანალოგურ მაჩვენებლებს ვეღარ შეხვდებით, ყველაფერი ციფრულია. ორივე ეკრანი 10 დიუმიანია. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციებისთვის კი შენარჩუნებულია ჰაპტიკური ღილაკები. აი აქ და ასევე ხმის დასარეგულირებელიც კლასიკურია. თვალში მოხვდებათ ეს ავარიული განათების ღილაკი, რომელიც ძალიან თავისებურადაა შესრულებული. იმდენად დიდი და გამორჩეულია, სიგნალეშიც ეგრევე მიაგნებთ. რაც შეეხება სალონში გამოყენებული მასალების ხარისხს, ერთი შეხედვით საწუწუნო არაფერია, დანარჩენს კი დრო და ჩვენი ხანგრძლივი ტესტი გამოცდის. მე მაღალი არ ვარ და არც ეს მანქანაა დიდი, მაგრამ თავისი ზომის და კლასის გათვალისწინებით უკან საკმარისზე მეტი სივრცეა. ჯდომის პოზიცია უკან აშკარად უფრო მაღალია, ვიდრე წინა სავარძელზე. ფეხებისთვის ამდენი სივრცე საოცრად სულაც აღარ მოგეჩვენებათ. მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რომ უკანა სავარძელი აი ამ დიაპაზონით მოძრაობს. ასევე შესაძლებელია უკანა სავარძლის საზურგის რეგულირებაც. ეს ყველაზე მეტად მომწონს, რადგან ხშირად უკან ჯდომა ძალიან არაკომფორტულია ხოლმე და კარგია, როცა სკამის და საზურგის მოძრაობებით შეგიძლია ისე მოიწყო ადგილი, როგორც შენ გინდა. შორგზაზე მგზავრობისთვის ეს უბრალოდ აუცილებელია. ასისტენტ სისტემებზეც მინდა გითხრათ. ამისთვის ბორბალთან ახლოს უნდა ვიყო, რადგან ეს თემა ბორბლებს ჭიდროდ უკავშირდება. საქმე ისაა, რომ სრულ ამძრავიან ვერსიას სხვანაირი ასისტენტი აქვს, წინა წამყვას კი სხვანაირი. 4/4-ზე ვერსიაში off-road ხადია მეტი ყურადღება დაუთმეს. აქვს დაღმართის ასისტენტი და ასევე trail რეჟიმი. როდესაც ერთი საბურავი ეგრეთ წოდებულ ბუქსაობას დაიწყებს, მაბრუნი მომენტი მეორე საბურავს გადაეცემა. აი წინა ამძრავიან ვერსიას კი თოვლის რეჟიმი აქვს, რომელიც ასევე
უქსაობის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ალბათ ის გაინტერესებთ თუ რამდენ კილომეტრს გადის urban cruiser-ი ერთი დამუხტვით. როგორც Toyota გვეუბნება, ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილი 400 კილომეტრამდეა. ახალი Toyota urban cruiser-ი სამი ვარიანტით და ორი ელემენტითაა წარმოდგენილი. საწყისი მოდელი 59 კილოვატ-საათიანი ელემენტით იწარმოება და 154 ცხენის ძალა აქვს. შემდეგი მოდის უკეთესი ვერსია 61 კილოვატ-საათიანი ელემენტით და 174 ცხენის ძალით. მესამე ვერსია კი ტოპ მოდელია სრული ამძრავი და ასევე 61 კილოვატ-საათიანი ელემენტით და 184 ცხენის ძალით. გათბობის ტუმბო ყველა ვერსიაში სერიულია. urban cruiser-ი მაქსიმუმ 150 კილოვატ-საათით იმუხტება. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც Suzuki ევიტარა 10-დან 70%-მდე, ეს ელექტრომობილის დაახლოებით 30 წუთში დაიტანება. სულ ბოლოს ყველაზე მთავარზე ვთქვათ, რა ეღირება ახალი urban cruiser-ი? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერ შეუძლებელია. Toyota-ც ვერ გასცემს სრულ პასუხს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Toyota-ს ელექტრომობილის ფასი დაახლოებით 30,000 ევროდან დაიწყება. ევროპაში გაყიდვები სექტემბრიდან იწყება, შეკვეთა კი უფრო ადრეც იქნება შესაძლებელი. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ Toyota-მ საკმაოდ კონკურენტული ელექტრომობილი შექმნა. პირადად მე ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ სწორედ urban cruiser-ი დაარქვეს და არა ის სახელი, რასაც თითქოს აპირებდნენ. იყო საუბრები, რომ Bizi 2X უნდა დაერქმიათ. კარგია, რომ ენის მოტეხვა არ მოგვიწევს. Kann man so machen, Toyota.